ვინც გამოიცნობს საქართველოს რომელი კუთხე ახატია თავზე, იმას მეორე შეუსრულებს ერთ სურვილს. აღმოსავლეთში ვარ? აღმოსავლეთში არ ხარ, ქრისტე. მე დასავლეთში ვარ. კი. ჩემ კუთხეს განსაკუთრებული კერძი აქვს? ქრისტე, აქვს. და მინდა გითხრა, რომ საქართველოში ყველა კუთხეს აქვს განსაკუთრებული კერძი. ამიტომ ეგ კითხვა აზრს მოკლებულია. ჩემს კუთხეს თავისებური ხაჭაპური აქვს? კი, აქვს. კი. ნუ საქართველოში თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ეს მაინც უკვე შემივიწროა. მეც იგივე კითხვა მაქვს. ჩემს კუთხეს განსაკუთრებული ხაჭაპური აქვს? აი ესეთი. კითხებს ნუ იპარავ. აი ესეთი. კითხებს ნუ იპარავ. არ ვიპარავ, მაინტერესებს. აქვს, შენ კუთხესაც აქვს ხაჭაპური. ძალიან კაი. ჩემი კუთხე ზღვას ესაზღვრება? არა. ჩემს კუთხეში ტურისტები დასასვენებლად ჩამოდიან? სხვათა შორის ჩამოდიან, თან ძალიან ბევრი ჩამოდიან. ჩემი კუთხე მაღალმთიანი რეგიონია? კი, კი. მაღალმთიანი რეგიონი, თან დასავლეთი და თან ხაჭაპური გვაქვს. კარგი, მე მივხვდი რომელი კუთხეც ვარ. აჭარა ვარ? ქრისტი, საბოლოო პასუხი თუ არის წააგებიცოდე. არა, უბრალოდ გეკითხები, აჭარა ვარ? არ ხარ აჭარა. ხო, ანუ ამი არ მითქვია საბოლოო პასუხია თქო ეს? კიდევ ერთხელ ესე იტყვი უბრალოდ. კუთხეს და წააგებ. ქრისტი, ჩემს კუთხეს თავისი ენა აქვს? კი. სვანეთი. ეგრი არ შეიძლება. რატო არ შეიძლება, ქრისტი? ანუ მივედი, ანუ ყველაფერი რაც მითხარი, მაგით მივედი და არის სვანეთი. მოვიგე. სვანებო, დღეს თქვენ გაიმარჯვეთ. და ერთი სვანურად დაგვიწერეთ, მიყვარხარ როგორ არის?